კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. პოლიტიკური განხილვის საგანია ქართული ოცნების ინიციატივა მე-11 მოწვევის პარლამენტი 2003-12 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდ შეისწავლის. სახელისუფლებო გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დააყენებს. კომისია 6 თვე იმუშავებს, საბოლოო დასკვნას კი სექტემბერში დაამტკიცებს. ამის შემდეგ საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა. ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევს, ნაციონალური მოძრაობა კი საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არაპირებს. მათი მხრიდან კვლავ 13 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბარია მოღალატე რეჟიმის მხრიდან. არის უკიდურესი ცინიზმი, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებისთვის ეს არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს, რადგან დღეს ჩვენ ვართ ერთიანი ჩვენს ბრძოლაში. ჩვენ ათვლის წერტილი უნდა გქონდეს გაყალბებული და მიტაცებული არჩევნები. თუ ისინი შექმნიან ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიას, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც ეს საგამოძიებო, ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისია მიიღებს, რა თქმა არალეგიტიმური პარლამენტში იქნება, რა თქმა უნდა არალეგიტიმური. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება აუცილებელია მმართველ პარტიაში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე, მათ შორის არაადამიანურ მოპყრობაზე, პოლიტიკურ ანგარიშწორებასა თუ ბიზნესის რეკეტზე საუბრობენ. განსაკუთრებულ აქცენტს კი 2008 წლის ომზე აკეთებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების სამართლებრივი გადაცდომა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. წლების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან იყო მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ის სისტემური დანაშაულებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2003 წლიდან მოყოლებული 2012 წლის ჩათვლით, რომ ყოფილიყო შესწავლილი, გამოძიებული და დადგენილი და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული ყოფილიყო. შესაბამისად, გახსოვთ თქვენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო კოჰაბიტაციის ეგრეთ წოდებული რეჟიმი და ჩვენ ახლა უკვე როდესაც სახელმწიფო თავის სუვერენიტეტს ამყარებს და ჩვენ წინასაარჩევნოდ განვაცხადეთ ღიად საჯაროდ და გავაკეთეთ დაპირება საზოგადოების წინაშე, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ამ საკითხს დაინიცირებდა, სწორედ ამ დანაპირების შესრულებას აქვს ადგილი, რამაც შესაძლებლობა უნდა გაახადოს, რომ საჯაროდ მოხდეს ყველა საკითხის შესწავლა, განხილვა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი და შესაბამისად ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმი ვინც შექმნა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ მიგვიღია შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შეიტანო ის ყველაფერი, რაც დღემდე გვითქვამს, ოღონდ რასაკვირველია დასაბუთებული, რასაკვირველია მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც აუცილებელია, რათა ობიექტური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ჩამოყალიბდა კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანება, კოლექტიური ნაცმოძრაობა, ნაცმოძრაობის მეთაურობით, რომელიც მუდმივად საქართველოს ჩვენ ქვეყანას აყენებს ესეთ მდგომარეობაში, როდესაც ეკონომიკური ზრდის მიუხედავად არის სერიოზული პრობლემები და შეფერხებები. მუდმივი საფრთხე იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ფენები ერთმანეთს დაუპირისპირდება. მუდმივი საფრთხე იმისა, რომ რუსეთის აგრესია გაგრძელდება, ისედაც 20% აქვს ტერიტორიების ოკუპირებული კვლავ ამ ადამიანების გამოისობით. და სწორედ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეს უბედური მემკვიდრეობა, რასაც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია ქვია. გამოდის, რომ ამ ადამიანებმა, ვინც კონკრეტულ მართვის სადავეებს ფლობდა ხელში და ქვეყანას აესე უდიერად ექცეოდა და უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, რომელიც ჭრილობები ჯერ არ მოგვინელებია, დღეს უკვე ამ სადავეების გარეშე მუდმივად დესტრუქციის რეჟიმში არიან, საბოტაჟის რეჟიმში არიან და ქვეყანას ისეთ საფრთხეს უქმნიან, რომელიც დატოვება უპასუხოდ კატეგორიულად არ შეიძლება.
ჩვენ ვართ პირველ რიგში ვალდებულები და პასუხისმგებლები იმ ასობით ათასი ოჯახის წინაშე, რომელმაც პირდაპირ თავის თავზე გამოცადეს ის ჩაგვრა და ის წამება, რაც იმ რეჟიმმა შემოგთავაზა და არსებობს უამრავი შეკითხვა, რაზეც ამ რეჟიმს პასუხი აქვს გასაცემი, ხო? რატომ აღმოჩნდით რუსეთთან ომში? რატომ შეუცვალეს კოდორს და სტატუსი და დაარქვეს ზემო აფხაზეთ? რატომ მოაწერეს რეზოლუციას ხელი, სადაც ჩვენ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება? რატომ დაეთანხმნენ ტალიამინის დასკვნას? რატომ გადაუფორმეს ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი, რაც საქართველოს გააჩნია რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს და ეხლა ის რეჟიმი, რაც 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ და ჩვენ თავზე გამოვცადეთ, ხო, ის სისტემური რეკეტი ბიზნესის, სისტემური წამება გაუპატიურება, რასაც სტრასბურგის სასამართლომაც პირდაპირ სისტემური ხასიათის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა. სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამ ყველაფერს. ის 6 თვიანი, ასე ვთქვათ, მუშაობა, რასაც საპარლამენტო კომისია გაწევს, ხო, იქნება აბსოლუტურად საჯარო. ექს-პრემიერის ბრალდებები ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მისამართით გიორგი გახარიამ ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში გარკვეული ვიზიტების განხორციელებისა და ლეგიტიმაციის მისაღებად ფული გადაიხადა. პარტია საქართველოსთვის ლიდერი აქვე საუბრობს ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით და ამბობს, რომ პიაკაუმა საქართველოში როგორც მინიმუმ შემოტყუებით ჩამოდიოდა. იყო რომ აი ვიღაცას უნგრეთი მაინც იმას და რაღაცას მაინც მიაღწევენ და ლეგიტიმაციას მიიღებენ. მიიღეს? ამას ხო ფასი არ აქვს ახლა ეგრე. რახან უნგრეთი ახსენეთ. ფული გადაიხადა და ვიღაცას სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ. და იქ ნატოს იმას რა ქვია, ხელმძღვანელმა ფორმალურად როცა ესე რამშტაინის შეხვედრაზე კი ბატონო. ნუ ხა ჩვენ ხო სერიოზულ თემებზე საუბრობთ. თქვენ ფიქრობთ რომ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი გადახდილი ფულით ჩამოდიოდა? შემოტყუებით როგორც მინიმუმ. გიორგი გახარიას განცხადება შეთქმულების თეორიას უწოდებს ოპოზიციის ნაწილი. ძლიერ საქართველოში ამბობენ, რომ ექს-პრემიერმა განცხადებები კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა აკეთოს. თავად გახარიას გუნდში კი ეჭვობენ, რომ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეცდომაში იყო შეყვანილი და მის ვიზიტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ისევ არსებობს. არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყავდა. სხვადასხვა კითხვები იყო, რომელიც დღეს მოხსნილი არ არის ეს კითხვები დღეს წესრიგში. მინიმუმ მე უშვებ იმას, რომ შესაძლოა ეს ქალბატონი შეცდომაში ყოფილიყო შეყვანილი. პირადად ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მას გაუგზავნა წერილი, რითაც აუხსნა და დაუსაბუთა თუ რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა მის ვიზიტ საქართველოში. ჩვენი რჩევა, ვფიქრობ, დიდწილად გაითვალისწინა ქალბატონმა, რომელიც აპირებდა ჩამოსვლას, მის ეს ვიზიტი არ განხორციელებულა, დანარჩენი ნუ ნახოთ. მე ვარ პირველ რიგში იურისტი და ვსაუბრობ ყოველთვის მტკიცებულებებით. ამ შემთხვევაში მე გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულად რაღაც შეთქმულების თეორიებზე ვისაუბრო, ვისაც ინფორმაცია აქვს, უნდა განაცხადოს ინფორმაციის შესახებ. მე მიმაჩნია, რომ პიაკაუმა თავად მიხვდა, რომ გამოყენებული იქნებოდა მისი ვიზიტი პროპაგანდისტული მიზნებით ქართული ოცნების მხრიდან და ის მოერიდა ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსვლას. სახელმწიფო გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილი ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ორგანიზაციას მიზანმიმართულად უტევს, რადგან ეუთო ოდირის წარმომადგენლები საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან ოფიციალური ვიზიტით ჩამოდიოდნენ. ქალბატონი კაუმას ვიზიტი, რომელიც მისივე ინიციატივით იყო დაგეგმილი, ეს ვიზიტი შემდეგ გადაიდო, ყველასთვის უკვე ცნობილი მიზეზების გამო, რომ სერიოზული ბულინგი წავიდა არა მარტო საქართველოსდან, არამედ, არ ვიცი, მე მგონი სოფლიოში არც ერთი წერტილი არ დარჩენილა, ვინც არ დაურეკა ან არ მიწერა ქალბატონ კაუმასთან ამასთან დაკავშირებით, შემდეგ მან წერილი გამოაგზავნა ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს მიწერა და აუხსნა ეს სიტუაცია და შესაბამისი მომენტი რო იქნება, მერე ჩამოვალ. შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ მას სურს გააგრძელოს მუშაობა და მისია სურს გააგრძელოს მუშაობა არჩეულ ხელისუფლებასთან რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება ბატონი გახარიას გუშინდელ წამოწდენას, შემდეგ მან ეცადა რომ რაღაცა სხვა სიტყვებით გადაეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ არქივი არის და ვერავინ ვერაფერს ვერ წაშლის, ხო? მან პირდაპირ დაადანაშაულა ქალბატონი კაუმა ქრთამის აღებაში. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე და ბატონი გახარია თავს უფლებას აძლევს რომ მას დააბრალოს ქრთამის აღება იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და ის საქმიანი პროცესი გაეგრძელებინა, რაზეც ჩვენ უკვე თვეები არის ვსაუბრობთ ეუთო ოდირთან და რაზეც ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს გამოხატული. რადიკალური ოპოზიციური ფრთა მიდის ყველაფერზე, იმისთვის რომ საზოგადოებაში რაიმე სახის
სიცრუე შემოიტანოს და ეს არის ახალი მცდელობა, რომელიც ძალიან სერიოზული ბრალდებაა და მისი მხრიდან ამ განცხადების გაკეთება ვფიქრობ, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს შესაბამისი უწყებების მხრიდან. ეს არის ბრალდება EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არის რადიკალური ოპოზიცია. აგერ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრის მონაწილეობა რამშტაინის პროცესებში. დეკემბერში იყო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საკმაოდ ხანგრძლივადიანი ვიზიტი საქართველოში და ასე შემდეგ. ისინი ცდილობენ ყველა ვინც კი საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში არის აბსურდული ბრალდებებით საზოგადოებას თვალში წარმოაჩინონ თითქოს და ან ხელისუფლებასთან შეკრული, ან რუსული საქმის მკეთებელი და უამრავი სისულელეები, რასაც ისინი ესე ვთქვათ იგონებენ. დაპირისპირება ოპოზიციაში ამჯერად მიზეზი ზურაგ ჯაფარიძის განცხადება გახდა. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო შეემუშავებინა მოკლე გზავნილი, რაც მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა. წინა საარჩევნო პერიოდში პარტიები ფოკუსირებული არიან იმაზე, რომ ამომრჩეველი მოიზიდონ. მაგ თემაზე გაჭირდა მოკლე მესიჯის შექმნა, ამბობს ზურაგ ჯაფარიძე. ომი და მშვიდობის თემაზე, რომელიც აქტუალური ამბავი არის ახლა. წინა საარჩევნო პერიოდში პარტიები უფრო ფოკუსირებული არიან იმაზე, რომ რაღაცა მარტივი გასაგები მესიჯები გააგზავნონ და მორჩეველი მოიზიდონ და მაგ თემაზე გაჭირდა მოკლე მესიჯის შექმნა და მაშინ როცა ოცნების მესიჯი რომ თუ ჩვენ ვიქნებით ომი იქნება და თუ ჩვენ წავაგეთ ისინი ომს დაიწყებენ, იყო ძალიან მარტივი და ესე მარტივად მაგას ვერ პასუხობ. მაგის დრო და საშუალება პარტიებმა ჩათვალეს რომ არ იყო. ამიტომ აქ თემას უბრალოდ აიგნორებდა უმეტესობა. ზურაგ ჯაფარიძის პოზიცია სოციალურ ქსელში გამოიხმაურა მისივე კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და დაწერა, რომ უნდა ჩამოყალიბდნენ ოცნებამ ეფექტური მესიჯით მოიგო არჩევნები თუ არჩევნები გაყალბდა. არაერთგვაროვანია სხვა პარტიების პოზიციები. ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მე არჩევნებამდეც მიმაჩნდა, რომ ოპოზიციის გზავნილები იქნებოდა გაცილებით უფრო მძლავრი, მონოლითური, ერთიანი და ეფექტიანი ერთიანი ფრონტის შექმნის პირობებში, რასაც ღიად მხარს უჭერდი და ვადვოკატირებდი პირადად მე, პრეზიდენტი სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზოგადად, თუმცა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა თუ კოალიციებმა სხვა კონფიგურაციით არჩიეს არჩევნებში შესვლა. პროპაგანდას დაუპირისპირა თუ არა ოპოზიციამ თავის დროზე სხვა თავისი არგუმენტები, თქვენ თუ კარგად გაიხსენებთ და ნახავთ თქვენ არქივსაც, ჩვენ პოლიტიკურ ძალას იმასთან დაკავშირებით, რომ ოცნება მანიპულირებდა როგორც ომით, ასევე მშვიდობით, ჩვენ ეს მთლიანად ლაიტმოტივად გასდევთ ჩვენ წინა საარჩევნო კამპანიას. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ უკვირთ სახელისუფლებო გუნდში ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ზურაგ ჯაფარიძის განცხადება მორიგი დასტური და აღიარებაა, რომ ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. უპირველეს ყოვლისა მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც არის გაერთიანებული კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, ჩათვალა, რომ დროა იფიქრონ ადგილობრივ არჩევნებზე და მუდმივად აი ამ თემით სპეკულირება, რომ არჩევნები თითქოს და გაყალბდა, სწორედაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ნაცმოძრაობის კოლექტიურ ნაცმოძრაობას და პრაქტიკულად პოლიტიკური პროცესების მიღმა დატოვებს. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის ის, რომ აბა ომი გინდათ, ეს გამოთქმა არ არის ჰაერიდან მოტანილი. მაგალითები დაინახა ხალხმა. ამის არ დანახვა და დღეს არ აღიარება, რომ არჩევნები მართლაც ჩატარდა ელექტრონული წესით და აქ რუსეთი ვერანაირად ვერ მოახდენდა გავლენას, ვერც გამოჟონილი საღებავი ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას არჩევნების შედეგებზე და რაც უფრო მალე იქნება ამის გაცნობიერება ოპოზიციაში, ასაკურელია მეტი წარმატება შეიძლება გქონდეთ კვლავ ნორმალურ, ცივილურ, პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მართლმა პარტიამ მართლაც
ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნებულიყო და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ომი არ დაგვეშვა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში არ მომხდარიყო. და ეს არის მისი მხრიდან ამ ყველაფრის აღიარება, ისევე როგორც ის შიდა დაპირისპირება, რომელიც ამ განცხადებამ გამოიწვია, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არათუ პარტიებს შორის არის კოორდინაცია, არამედ თვითონ პარტიაში ერთმანეთს შორის არ აქვთ სრული პოზიციების თანხვედრა. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ პირადი ამბიციები, პირადი მიზნები აწუხებთ და სწორედ ამიტომაც არის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ სალსახად უნდობლობას უცხადებს. ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი და ხა ის პიროვნებები, ვინც დაჯგუფებულები არიან თავიანთ პარტიებშიცვე, მათაც ძალიან ესეთი დიდი სიმპათია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ. ეხა ის 4 რადიკალური პარტია, ვინც გააერთიანეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუდის ქვეშ, ისინიც ერთად ვერძოვენ, რა თქმა უნდა, უბრალოდ მათი ხვედრია ეს, ხომ? ისინი დავალებებს იღებენ უცხოეთიდან და შესაბამისად უფლება არ აქვთ, რომ შეეწინააღმდეგონ. აზრთა სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ეხლა ის, რომ მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა და ეს იყო რეალურად ჩვენი ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები, ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან გამოცდილია და შესაბამისად მათ ეს საფრთხე რომ დაინახეს და რეალურად აღიქვეს, სწორედ მაგიტომ ქართულმა ოცნებამ მიიღო 54% ამ არჩევნებში. ეხლა გაყალბებასთან დაკავშირებით თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ის ღაპრები, რაც გამოიგონეს მეორე დღიდან, რომ თითქოს 300,000 ხმა გაყალბდა 100,000 ადამიანი პირადობის გარეშე დავტოვეთ, იყო რუსული სპეცსამსახურების ჩარევა, ეხლა ქალბატონმა თორმა კიდე დაამატარო, თურმე აზერბაიჯანის და ირანით ჩაერიან ამ არჩევნებში, ის რომ თითქოს და ერთი ადამიანი 17 ჯერ აძლევდა სხვადასხვა უბანზე ხმას, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ესე დაბეჯითებით ამტკიცებდა, ეს აბსოლუტურად არაფერი არ მომხვედრილა ეუთოოდირის საბოლოო ანგარიში და შესაბამისად აბსოლუტურად ყველანაირი მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის სრულიად გაქარწყლებული. და არიციან რა გააკეთონ შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს, ეგეც არიციან. საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ბრალდებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნათ, განხილვა კი 3 საათის წინ შეწყდა. მანამდე სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილებოდა, ხმაური და დაპირისპირება იყო ადვოკატებმა და ბრალდებულებმა პროცესი პროტესტის ნიშნად. მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლემ დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სხდომის შეწყვეტამდე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი, საქალაქო სასამართლოს ეზოში კი შეიკრიბნენ დაკავებულების ახლობლები და პოლიტიკოსები. ჩვენთან და ნახავთ ფიზიკურად შეუძლებელია. ადამიანი ფიქრობს ჰაერზე და არა არგუმენტებზე და ამ ვითარებაში როგორ უნდა მიიღოს მან მონაწილეობა? თავი გამოგეო ის კონტინენტის დაკავშირებით პოზიციას ავაფიქსებ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეძლება საშუალება, რომ აი ხა მეც ლაბარაკი მიჩის, იმიტომ რომ ჟანგბადი არ აქვს თუნუღისება და შესაბამისად ვეთახვევი ჩემი კოლეგები და ჩემი დაცვის ყოფილი პირის მოწოდებას და შესაბამისად ჩვენ ვტოვებთ აღნიშნულ პროცესს კონტინენტზე. ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესების დაცვას რა თქმა უნდა ვაგრძელებთ. ეს იყო დროებითი ღონისძიება დღეის მდგომარეობით, რაც ფიზიკურად გამოწვეული იყო არა მარტო მათი ფიზიკურად არა ადამიანურ პირობებში ყოფნით, არამედ ჩვენთვისაც არასამუშაო პირობები იყო. ძალიან გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ფიზიკურად უჟანგბადობის გამო ჩვენთვისაც სამუშაო პირობები იყო აბსოლუტურად ხელყოფილი. შედეგად ამოღებული იქნა სწორედ ის ნივთები, რომელსაც საუბრობს ის ვიდეო ჩანაწერში და რომელსაც იყენებენ ძალადობრივი მოქმედების მონაწილე პირები აქციების დროს, მათ შორის გახლავთ, რომ ცეცხლსამშობლო მოწყობილობა, ეწოდებული მოლოტოვის კოქტეილები, რომელსაც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. თითოეულ შემთხვევაში ბატონო მოსამართლე წარმოუდგენელია სამის დამოკიდებულებელი არაერთი მტკიცებულება, კერძოდ წარმოუდგენელია ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ როგორ ძალადობენ ბრალდებულები
თქვენ ახორციელებენ ძალადობრივ მოქმედებებს. ჩვენ გვაჩნია რომ მოსულ შემთხვევაში საქმეში არსებული კრძალულების გათვალისწინებით კვლავ არსებობს მათი მხრიდან მიმართული სახელდანაშაულების ჩავარდნა კრძალებათა ამგვარად ხელი შეშლის საფრთხე. საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებს საულმე ზურაბიშვილი შეუერთდა. მოგვიანებით კი მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გაიმართა. ჩვენ ვართ ერთნი. ჩვენი ძალიან დიდი მრავალფეროვნება არის ამ ქვეყნის სიძლიერე, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭირო არის, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება. სხვა გზა არ არის არსად. თუ გვინდა ჩვენ მშვიდობაც და თავისუფლებაც და დემოკრატიაც. ეს არის არჩევნები. ამ მშვიდობიან ბრძოლაში ვართ ერთად და ნამდვილად გავიმარჯვებთ. საულმე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს ანა წითლიძე. ნაციონალური მოძრაობის წევრი წერს, რომ თავად ზურაბიშვილის არჩევასთან დაკავშირებითაც არსებობდა კითხვის ნიშნები. საუბრობს ასევე ია კერზაია საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მისივე თქმით საულმე ზურაბიშვილს სინანული არ გამოუხატავს. საერთო ბრძოლაში ერთად ყოფნა სულაც არ ნიშნავს, რომ ხბოს აღტკინების რეფლექსი ჰქონდეთ, წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების შესრულებით ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მყარი საფუძველი შექმნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დროებით დღის წესრიგიდან მოიხსნა. იქვე მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. Вопрос за оценка на событията в Грузия или за сравняване на политиките в Грузия и в други държави. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ევროინტეგრაციისკენ სვლა და ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, რამაც შექმნა მყარი საფუძველი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დროებით არ დადგეს დღის წესრიგში, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს. ან არ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ არ დავუშვათ ამ თემის გამოყენება შიდა პოლარიზაციისთვის და იმ ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელთა მოქმედებებით საქართველოში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც ევროპისთვის, ასევე ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეგრეთ წოდებულ შუა დერეფანში. მეორეს მხრივ ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული პარტნიორები, სანდო პარტნიორები და ვასრულებთ ყველა პირობას, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით. ჩვენ არ ვართ მარტივ სიტუაციაში, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ჩვენს რეგიონში. ჩვენ ჯერ კიდევ ორი ოკუპირებული რეგიონი გვაქვს რუსეთის მიერ. ჯერ კიდევ სამხედრო შენაერთებია განლაგებული და საფრთხე არ არის ვირტუალური. ეს ძალიან რეალურია და ამიტომაც ძალიან ფრთხილად ვუდგებით ბევრ საკითხს, რათა არ შევიდეთ ისეთ სიტუაციაში, რამაც შეიძლება ეგზისტენციალური პრობლემები და გამოწვევები შექმნას. მშვიდობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ და ჯერ კიდევ გვყავს თბილისში მცხოვრები დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან. ეს არის ღია ჭრილობა ქართული საზოგადოებისთვის. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაიგოს, რატომ გვამოძრავებს ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების შენარჩუნების მტკიცე სურვილი. ქართული ოცნების მთავრობა უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია და რუსეთის სასარგებლოდ მიღებულ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ დაასახელებთ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ვიტყოდი, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოში მომხდარი მოვლენების შეფასებას, ან საქართველოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედარებას. შედეგი ძალიან ნათელია. არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და დაახლოებით 1.200.000-მა ქართულ ოცნებას მისცა ხმა. ამ ხელისუფლებას აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ბოლო არჩევნების შედეგის ეჭქვეშ დაყენების რეალური მიზეზი არ არსებობს. არავის სურს დაინახოს, როგორ ხდება სიტუაციის ესკალაცია და ვინ უწყობს ამას ხელს. ხშირად ვხედავთ ცალმხრივ შეფასებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქმნის არასწორ წარმოდგენას საქართველოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანა, ვისთანაც წლების მეგობრობა გვაკავშირებს, საბოლოოდ დაუბრუნდება მეგობრულ ურთიერთობას და დაველოდებით ამ მომენტს. სტრატეგიული მოთმინება არის ჩვენი მთავარი პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან ურთიერთობას.
ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ეხო კავკაზა ავრცელებს. მედიის ცნობით სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე ბისკვიტში მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაშავებული 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ეგრეთ წოდებულმა პოლიციამ მისი ამოცნობა და დაკავება შეძლო. პარლამენტის თავმჯდომარე დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ეხმაურება. ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკის მოსამართლემ არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიუსაჯა უპირობო გამოშვება, რაც იშვიათი განაჩენია და ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება. საიდანაც არ უნდა შეხედო ამ საქმეს ერთი რამ უტყუარად დადასტურდება, რომ ამ საქმეში ამერიკის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამ დროს რთულია არ გაგახსენდეს, როგორ მოსთხოვა საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ქართველ მოსამართლეს ჯერ ახსნა განმარტება, შემდეგ კი ის საელჩოს პროგრამებიდან დაბლოკა ნიკა გვარამია საქმეზე გამოტანილი ელჩისთვის არ მოსაწონი განაჩენის გამო. შახსენებისთვის ეს ის განაჩენია, რომელიც გვარამიამ სტრასბურგში გაასაჩივრა. სტრასბურგმა განსახილველადაც კი არ მიიღო, იმდენად აშკარა იყო, რომ ქართული მართლმსაჯულება მიკერძოების გარეშე მოქმედებდა. რატომ სჭირდებოდა ზოგიერთებს გვარამიას დახსნა სამართლიანი სასჯელისგან, მგონი კარგად გამოჩნდა. რუსთაველის გამზირზე მაშხალები და მოლოტოვის კოქტეილები დადგმული ომის იმიტაციაში და მის ოფისებში აღმოჩენილი ასაფეთქებლების მარაგებით, რომლითაც ასე იწონებდა თავს ელენე ხოშტარია, წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ომი გრძელდება უკრაინაში. გავრცელებული ინფორმაციით რუსეთმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი კურახოვო აიღო. თავად უკრაინული მხარე ინფორმაციას უარყოფს. ოკუპანტის სახელმწიფო სამხედრო ძალები ანდრეივკას, სოლონის და ნოვოსილკას მიმართულებით მოძრაობენ. რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე დრონებით თავდასხმასაც. მხოლოდ ერთ ღამეში ომში მყოფმა ქვეყანამ აგრესორის 81 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ერთ-ერთი დრონი კი სოფელ პრიმორსკოეში სამოქალაქო მანქანას დაეცა და ერთი მოქალაქე იმსხვერპლა. ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის პრეს-სპიკერის თქმით, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის განგრძობადი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. როიტერის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემები ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ერთი პაკეტი და უკრაინის საჰაერო უსაფრთხოება იყო. სატელეფონო საუბრის შესახებ მოგვიანებით თავად შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ისაუბრა. ჯო ბაიდენმა აქცენტი დასავლეთ ევროპის ერთიანობის შენარჩუნებასა და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე გააკეთა. დღეს ვრცელი დიალოგი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ვფიქრობ, რომ ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთ ევროპის ერთიანობის შენარჩუნება შევძლებთ, უკრაინას ომში გამარჯვების შანსი აქვს. ეს რუსეთს ძალიან ძვირად უჯდება, მსხვერპლის სახით. მსხვერპლი დიდია, ასევე მათ მიერ ჩამოყვანილ კორეელებს შორის. ცხადად ვთქვი, რომ გავეცი ყველანაირი დაფინანსება, რაც შემეძლო როგორც პრეზიდენტს. ვიცი, რომ დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის დახმარება. ვიმედოვნებ, რომ კონგრესმენები შეეწინააღმდეგებიან ტრამპს, თუ ის უკრაინას დაფინანსებას შეუწყვეტს. სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, ამერიკა-რუსულ გაზსა და ნავთობზე ახალ შეზღუდვებს აწესებს. შტატების მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს და ოკუპანტ სახელმწიფოს უკრაინაში ომის წარმართვაში ხელს შეუშლის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე შეზღუდვებს დიდი ბრიტანეთიც დააწესებს. დღეს სანქციები დაწესდა, იმიტომ რომ მას სერიოზული გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, რაც ხელს შეუშლის პუტინს ომის წარმართვაში. მოსალოდნელია თითო გალონი გაზის ფასი 3-4 ცენტით გაზრდა, რაც ასევე ეფექტიანი იქნება რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ დავუწესებთ მნიშვნელოვან სანქციებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს. ეს რა თქმა უნდა ეხება როგორც რუსეთის ნავთობს, ასევე თხევად ბუნებრივ აირს. ვფიქრობთ, ეს რუსეთს თვეში მილიარდობით დოლარამდე დაუჯდება. ასევე უნდა ითქვას, რომ სანქციები ნამდვილად არის იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც ჩვენ და პრეზიდენტმა ბაიდენმა ავიღეთ. მეგობრებმა დიდი შვიდეულიდან უკვე დაიწყეს უარის თქმა იმ რუსულ ნავთობსა და გაზზე, რომლის გაყიდვითაც თავად რუსეთი უკრაინაში ომს აფინანსებს.
ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელმა იერიში იემენის ენერგოსისტემაზე მიიტანა. თავდასხმა მოხდა იემენის დედაქალაქ სანას ცენტრალურ ელექტროსადგურზე. აფეთქების ამსახველ კადრებს როიტერი ავრცელებს პრო-ჰუსიტური მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად მინიმუმ 1 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ შეხვედრა პეკინში ჩინეთ-დიდი ბრიტანეთის მეოთხე ფინანსური სერვისების სამიტის დაწყებამდე გაიმართა. რეიჩელ რივზი ამბობს, რომ პეკინთან პრაგმატული და პროგნოზირებადი ურთიერთობები ეკონომიკურ ზრდასა და ვაჭრობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის სიდიდით დიდი ბრიტანეთის რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია. უკვე მესამე დღეა კალიფორნიაში დამანგრეულ სტიქიას ებრძვიან ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. სახანძრო სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად მუშაობს სპეცტექნიკაც, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიზეზად რთული რელიეფური მდებარეობა და ძლიერი ქარი სახელდება. ლოს-ანჯელესის პოლიციის ხელმძღვანელმა დღეს სტიქიის ზონებში კომენდანტის საათი გამოაცხადა და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაემორჩილონ სავალდებულო ევაკუაციის მოთხოვნას. ჩვენ ვაწესებთ კომენდანტის საათს ლოს-ანჯელესში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ჯერ კიდევ ვრცელდება სავალდებულო ევაკუაციის მოთხოვნა. შეზღუდვა საღამოს 6 საათიდან იმოქმედებს და დილის 6 საათამდე გავრცელდება. თუ არ ხართ საზოგადოებრივი უსაფრთხოების პერსონალი ან კატასტროფის ჯგუფი, სხვა თანამშრომელი, თქვენ არ გაქვთ ამ ადგილებში ყოფნის უფლება. თუ ვინმე სტიქიის ზონაში შევა, კანონის სრული სიმკაცრით დაიჭრება და შესაძლოა პატიმრობაც კი შეეხოს. ჯო ბაიდენი მარკ ცუკერბერგს აკრიტიკებს. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ მეტას გადაწყვეტილება, რომელიც მთელი მსოფლიოდან ფაქტ-ჩეკერების დათხოვნას ეხება, სამარცხვინოა და ის ხელს უშლის რეალური ინფორმაციის გავრცელებას. ჯო ბაიდენის თქმით, მილიარდერის ეს იდეა ამერიკის მიზანს უთხრას თავის მოსახლეობას სიმართლე ეწინააღმდეგება. ეს არის იმ ყველაფრის საპირისპირო, რასაც წარმოადგენს ამერიკა. ჩვენ გვინდა გითხრათ სიმართლე. შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასე არ იყო, მაგრამ გვინდა მოგაწოდოთ სიმართლე. იდეა, რომ მილიარდელს შეუძლია იყიდოს რაიმე და თქვას, იცი რა, ამ გადმოსახედიდან ჩვენ აღარ ვაპირებთ ფაქტების გადამოწმებას, როდესაც მილიონობით ადამიანი კითხულობს, ნახულობს სხვადასხვა ინფორმაციას ინტერნეტში. ეს უბრალოდ სამარცხვინოა. პროტესტია გერმანიაში. პარტია ალტერნატიული გერმანიის ყრილობის დაწყებამდე მოქალაქეები ქალაქ რიზაში შეეკრიბნენ. დემონსტრანტები პოლიტიკოსებს და შეხვედრაზე დასწრების მსურველებს დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ პარტია ნაცისტური იდეოლოგიის პროპაგანდას ახდენს და ისინი ქვეყანაში ფაშისტური მმართველობის დაბრუნებას არ დაუშვებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მოქალაქეებსა და შეხვედრის მონაწილეებს შორის დგას. სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის დროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო როიტერი ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ინფორმაციით შავი ყუთების მუშაობის შეჩერების საკითხს შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ. სამინისტროში ამბობენ, რომ თვითმფრინავის ხმის ჩამწერი მოწყობილობა ჯერ სამხრეთ კორეაში შეამოწმეს, შემდეგ კი დაზიანებული მოწყობილობა ამერიკაში გაგზავნეს. მუანის აეროპორტში ავიაკატასტროფა 29 დეკემბერს მოხდა და 179 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გადარჩა ეკიპაჟის მხოლოდ 2 წევრი. საქართველოს პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის მასპინძელია. ჩვენი ქვეყანა კარატე 1 სერიას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. მხარდამჭერი სპორტის სამინისტრო და კარატეს ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო ტურნირში 87 ქვეყნის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის პირველ დღეს პრიზიორები თბილისი არენაზე სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა. უწყების ხელმძღვანელმა სამუშაო შეხვედრა გამართა მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტთან და სამსაჯო კომიტეტის უფროსთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. თბილისში მიმდინარე ტურნირი 2025 წელს კარატეს მსოფლიო ფედერაციის პირველი ღონისძიებაა და ჩვენი ქვეყანა პრესტიჟულ ტურნირს მომავალი 2 წლის განმავლობაშიც უმასპინძლებს. ამჯერად საქართველოს ღირსებას ტურნირზე 20 სპორტსმენი იცავს. ჩემპიონატი 12 იანვარს დასრულდება.
სპორტის სამინისტროს ხარდაჭერით დღეს თბილისში ტარდება J1 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი კარატეში, სადაც მონაწილეობას ღებულობს 87 ქვეყნის 1200-მდე სპორტსმენი. მე შევხვდი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, სადაც ვიმსჯელეთ ურთიერთთანამშრომლობის გამავებაზე და ამავე დროს მომავალში იმ შეჯიბრების ჩატარებაზე, რომელიც შესაძლებელია, რომ თბილისმა და საქართველოს მომასპინძლოს. დასაფასებელია ის თანადგომა, რომელსაც სამინისტრო სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მიმართ იჩენს. მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის რანგში საქართველოში უკვე მეორედ ვარ. შარშან თბილისში ამავე არენაზე ჩატარდა კადეტთა, იუნიორთა და 21 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ახლა დიდი წარმატების დასაწყისის პირველი დღეა. ესეთი ტურნირი წელიწადში სულ ტარდება 4 სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს მოენიჭა აღნიშნული ჩატარების უფლება და ეს მოხდა 2 თვის წინ ვენეციაში გამართულ ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ესეთ მოკლე ვადაში ჩაგვეტარებინა და ორგანიზება გაგვეწია მსგავსი მაღალი ხარისხის შეჯიბრებისთვის ძალიან წარმოუდგენელი იყო სახელმწიფოს კონკრეტულად სამინისტროს სპორტის სამინისტროს ხარდაჭერის გარეშე. ძალიან მაღალი დონის შეჯიბრი ტარდება საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობა, ჩამოსული სტუმრები არიან ძალიან კმაყოფილი და დადებითად ემოციებს გამოხატავენ ამ ჩვენი დიდი ღონისძიების მიმართ. მომავალში ჩვენ გავაგზავნებთ ამ ღონისძიების ჩატარებას, ვინაიდან ძალიან ხელს უწყობს სპორტსმენების განვითარებას. და ბოლოს საქველმოქმედო განცხადებას გაგაცნობთ ირაკლი გელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება სიმაღლიდან ბარდნის შემდეგ მას გადაადგილება არ შეუძლია და საჭიროებსარეაბილიტაციო კურსს. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომრებზე. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 9-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე rustv.gt.